ეკა მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. დავსაუბრობთ წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე, რომელიც ეხება ავტოსაგზაო შემთხვევებს. ვიცით, რომ მაჩვენებლები არის გაზრდილი სხვადასხვა ნაწილში და რომ გითხრათ კონკრეტულად რა მონაცემებია პირველ კვარტალში და თქვენ როგორ აფასებთ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ პირველი კვარტალის სტატისტიკა მიმდინარე წლის, რომელიც საკმაოდ გაზრდილია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ამ პირველ 3 თვეში დაიღუპა 112 პირი, დაზიანდა 1763, ხოლო 1360 საგზაო შემთხვევა მოხდა. ეს მიმდინარე წლის წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გვიჩვენებს, რომ 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი და საგზაო შემთხვევები, ხოლო 18%-ით არის გაზრდილი დაზიანებულთა ოდენობა. ფიქრობ, რომ ყურადსაღებია აღნიშნული სტატისტიკა, იმიტომ რომ 20%-იანი ზრდა უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და რაღაც აუცილებლად გასაკეთებელი არის სახელმწიფო დონეზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფეხით მოსიარულე დაიღუპა 50, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე იყო ფეხით მოსიარულე. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ პროაქტიული ქმედებები დაიწყოს ქვეითების უსაფრთხოების კუთხით. გამომწვევი მიზეზებს რაც შეეხება და დარღვევებს, ასევე ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით იყო წამყვანი, ასე ვთქვათ, დარღვევების ოდენობა და ფეხით მოსიარულეების მხრიდანაც დარღვევები საკმაოდ აღინიშნება, ისევე როგორც სიჩქარის გადაჭარბება რჩება წამყვან ფაქტორად, რომელიც მაღალ მსხვერპლს იწვევს საგზაო შემთხვევების დროს და ასევე მანევრირების წესების დარღვევა საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება. ანუ ეს წამყვანი ფაქტორები კვლავ რჩება გამოწვევად. ჩვენთვის ეს ძალიან შემაშფოთებელი არის, იმიტომ რომ ვაკვირდებით წლების განმავლობაში სტატისტიკას და ის საერთაშორისო და ის გლობალური მოქმედებები, რომელიც ამას წინათ ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მოგეხსენებათ, გაეროს მოქმედების დეკადა, გაეროს კვირეული გლობალური საგზაო უსაფრთხოების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი არის განახევრდეს 2030 წლისთვის მსხვერპლი გზებზე და 2025 წლისთვის 25%-იანი შემცირება უნდა მოყვეს ამ სტატისტიკას და ჩვენი საგზაო უსაფრთხოების თავად სტრატეგიაც ამას გულისხმობს და მიყვება გაეროს ტენდენციებს, თუმცა არსებული რეალობა ჩვენ საპირისპიროს გვიჩვენებს და ვფიქრობ, რომ ის სააკოორდინაციო საბჭო, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში და რომელიც უწყებათა შორის კომისიას წარმოადგენს, ძალიან მოკლე პერიოდში უნდა შეიკრიბოს და განიხილოს თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ შემცირება მოხდეს მსხვერპლის ჩვენს გზებზე. ასევე მინდა აღვნიშნო რეკომენდაციების ნაწილში მოკლევადიან პერსპექტივაში რა შეიძლება გაკეთდეს, რასაც ვთქვათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ქულათა სისტემის კიდევ უფრო უკეთესი ადმინისტრირება და ქულების აღსრულება კამერების მეშვეობით, განსაკუთრებით იმ დარღვევებზე, რომელიც იწვევს მსხვერპლს გზებზე და პირველი ეს არის სიჩქარის გადაჭარბება. ძალიან მნიშვნელოვანი არის საბავშვო სამგზავრო საბარძლები იყოს კანონით მოთხოვნილი, იმიტომ რომ ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვები დღეს არ არიან დაცულები მგზავრობის დროს. მნიშვნელოვანია სკოლის ზონების შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ სიჩქარის შემცირება მოხდეს სკოლის ზონებთან და ასევე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა იმ ზონებში, სადაც ქვეითები დადიან და დატვირთული ზონებია, სადაც მჭიდრო დასახლებული პუნქტებია. ასევე მნიშვნელოვანი არის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, რომელიც ქვეითებზე იქნება მიმართული და მე ასევე პოზიტიურ ნაწილში მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქში ნამდვილად იმ ახალ გზებზე, იმ ახალ უბნებში, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს გზების და რეკონსტრუქცია გათვალისწინებული არის, ნამდვილად ფეხით მოსიარულეთათვის ბევრი გადასასვლელი ჩნდება და ეს ასაკვირველია, მისასალმებელია. თუმცა დედაქალაქი არ არის მხოლოდ
ამ სტატისტიკის ასე რომ ვთქვათ შემგროვებელი აქ საქართველოს მასშტაბით გვაქვს გამოწვევა ამ ნაწილში და სხვა ქალაქებიც მნიშვნელოვანია ჩაერთონ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის იქნება როგორც ხელმისაწვდომი, ასევე უსაფრთხო და კომფორტული. ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იმისა, რომ ქცევა შეიცვალო როგორც მძღოლებმა, ასევე ფეხით მოსიარულეებმა და ეს არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არის ათწლეულების და ესე რომ ვთქვათ გამოცდილება სხვა ქვეყნების და ქალაქების. ყავს მძღოლები, რომელთაც ჭირდებათ როგორც ცნობიერების ამაღლება, ასევე კანონის ადმინისტრირება და ქულათა სისტემა შემთხვევით არ ვახსენე სიჩქარესთან მიმართებაში, იმიტომ რომ გარკვეულ კატეგორიის მძღოლს უკვე ჭირდება საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრება. მიმართავდი რომ და არაერთხელ გვითქვამს ჩვენ რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ საგზაო მოძრაობის მონაწილე და მხოლოდ ჩვენ თუნდაც ის მძღოლი რომელიც ფიქრობს რომ აჭარბებს სიჩქარესთან არ ღვევს წესებს და ეს მხოლოდ მას მოუტანს ზიანს, არა ეს სხვისთვისაც ასევე ზიანის მომტანია, ამიტომ ეს არის ზიარი პასუხისმგებლობა, როდესაც უკვე გზაზე გავდივართ და უფლება არ გვაქვს ჩვენ კანონი დავარღვიოთ, იმიტომ რომ ჩვენი კანონი დარღვევით და დაუმორჩილებლობით როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვას ვაყენებთ ძალიან დიდ და გამოუსწორებელ ზიანს. ქვეითები არის როგორც ქვეითები, ასევე ველომომხმარებლები არიან ძალიან მაღალი რისკის საგზაო მოძრაობის ჯგუფი და შესაბამისად ამ კატეგორიის გზის მონაწილეებს და მოსარგებლეებს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილში, რომ მათი გადასასვლელები, მათი სავალი ნაწილი იყოს უსაფრთხო, იყოს განათებული, იყოს ყველა პარამეტრი დაცული, რომელიც შეამცირებს მსხვერპლს გზებზე. შესაბამისად, მათი ხილვადობა იყოს მძღოლისთვის მაღალ დონეზე და შესაბამისად სიჩქარის ლიმიტების შემცირებაც სწორედ იმისთვის არის, რომ მძღოლს დამოხრუჭების შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ სიცოცხლე გადაარჩინოს და აქ დადგენილიც არის და საერთაშორისო გამოცდილებაც გვეუბნება, რომ იმ 10 კმ/სთ სიჩქარეს როგორი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადარჩენის შემთხვევაში თუ მოხდება საგზაო შემთხვევა. ამიტომ ქვეითების ნაწილი გვიჩვენებს, რომ უკვე კატასტროფულად გაზრდილია ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაშინ როდესაც თქვა წინა წლის მონაცემებით წლიური მაჩვენებელი იყო დაახლოებით ყოველი მეოთხე ქვეითი. ამიტომ ეს სტატისტიკა ჩვენ ყოველთვის გვეუბნება და რატო ვაკონტროლებთ და რატო გვინდა ვიყოთ საქმის კურსი კვარტალურად და რა არის ამის მიზანი, ის რომ სახელმწიფო იქნება თუ სხვა სექტორი, რომელსაც შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს გაუმჯობესებაზე უსაფრთხოების, ბუნებრივია რაღაც ქმედებები უნდა განახორციელოს. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად აზრი ეკარგება არც სტატისტიკის შეგროვებას და გნებავთ უბრალოდ საუბარს. ამას უნდა მოყვეს პროაქტიული ქმედებები. შესაბამისად, ის უწყებები, რომლებიც დღეს არიან ჩართული ამ საკითხების მოგვარებაში და აქ არ არის მხოლოდ ერთ უწყებაზე საუბარი, აქ არის თანამშრომლობაზე, პროაქტიულად უნდა მოხდეს დაგეგმვა თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ჩვენ ეს მსხვერპლი ავირიდოთ, თან მით უმეტეს ზაფხული მოდის და ზაფხულში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ საკითხის მიექცეს ყურადღება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა.